ვალერიან პაპუაშვილი ქართული ოცნების ნაძალადების რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია ჩვენთან. მოგესალმებით ბატონო ვალერიან, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გარდა იმისა, რომ თქვენ ბრძანდებით კონკრეტულად სანზონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, წარმოადგენთ სანზონის ოლქს. ამჟამად თქვენ ხართ ნაძალადების რაიონის გამგეობის სანზონის საუბნო განყოფილების უფროსი და წლებია მუშაობთ თბილისის მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი გამოცდილებით და რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი მიზანია თქვენი გაცნობა ჩვენი მსმენელისთვის მაყურებლისთვის და იმ საქმიანობაზე საუბარი რაც გაწიეთ წლების განმავლობაში ეს იქნება განხორციელებული მიმდინარე პროექტები რა თქმა უნდა დაგეგმილი პროექტები თუმცა უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებთ იმაზე რაც კი თქვენი მუშაობის პერიოდში გაკეთებულა სანზონის ოლქში და სანამ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს მინდა თქვენი ერთ-ერთი ამონარიდი გავაცნოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს უпростоრად თქვენი მთავარი გზავნილი დიდი პასუხისმგებლობა წარმოვადგინო თბილისის უბანი სადაც დავიბადე და გავიზარდე სანზონის დასახლების მცხოვრებლებთა საჭიროებები და მოთხოვნები ყველგან მნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი როგორც თქვენ აღნიშნეთ რა თქმა უნდა ეს იქნება ძირითადი სასაუბრო თემა თან თქვენ მოსახლეობას აქტიურად ხვდებით თუმცა მოდით დავიწყოთ განხორციელებული და მიმდინარე პროექტებით გისმენთ მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს თქვენს მსმენელს რა თქმა უნდა როგორც აღნიშნეთ ჩემთვის დიდი პატივი არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა არის ვემსახურო ჩემს უბანს სადაც დავიბადე გავიზარდე და დავამატებ სადაც სკოლა დავამთავრე კიდე ამჟამადაც სანზონაში ცხოვრობ და ისე მოხდა რომ ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობაც სანზონას უკავშირდება საუბნო განყოფილების უფროსი ვარ სანზონაში და რა თქმა უნდა უშუალოდ ჩემთან შეხებით და ჩემთან კოორდინაციით მიმდინარეობდა გარკვეული პროექტები რომელიც განხორციელდა ჩემი იქ მუშაობის დროს უშუალო კომუნიკაციაში ვიყავით მოსახლეობასთან ვითვალისწინებდით მათ თხოვნებს საჭიროებებს და შესაბამისად ვიგეგმებოდით ჩვენს არაერთი ქუჩა არაერთი გამწვანებული სივრცე საბავშვო ატრაქციონებს ვეძახით სპორტული სივრცეები მოეწყო ჩემი მუშაობის პერიოდში უშუალოდ ინიციატორი ვიყავი მათ ბევრი პროექტის მათ შორის საბავშვო სკვერების ერთ-ერთი გამორჩეული სკვერია სადაც სანზონაში პირველად მოვაწყეთ ფანტანი ესე იგი განათებული ფერადი განათებებით საბავშვო ფანტანია სადაც ბავშვები მოკლედ საფხულში დილობენ გაგრილდნენ და გაერთონ კი ბატონო და რაც შეეხება ინფრასტრუქტურას გზებს და სკვერებს ეს არის სისტემები რაზეც ყოველთვის აქცენტი კეთდება და დარწმუნებული ვარ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ამაზე არის საუბარი ხო მოდით მიმდინარე პროექტებზე ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ ნაწილში ამით დავიწყოთ დიახ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ჩვენ მოსახლეობასთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია ყველა საკითხზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი როგორიც არის სკვერები ერთ-ერთი სკვერი მაგალითად 26 კორპუსის მიმდებარედ კეთება სანზონაში ერთ-ერთი დიდი სივრცე იყო ეს სანზონაში მოუწესრიგებელი დასასუფთავებელი ასე ვთქვათ და მერიის დახმარებით ნაძალადების გამგეობამ ჩემი ჩართულობით რა თქმა უნდა ეს სკვერი ავიღეთ ჩვენ თავზე და გავაკეთეთ იმიტომ თავიდან ამის გაკეთება გვიჭირდა ბიუჯეტთან იყო კავშირი არც თუ ისე პატარა თანხები იყო მოსაძიებელი და მერია დაგვეხმარა დღესდღეობით ეს მიმდინარე პროექტი დასრულების პირას არის მისული და გახსნა გვექნება ამ დღეებში მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სივრცე იქნება სანზონაში არის ასევე რამოდენიმე ქუჩა რომელიც მიმდინარეა წესრიგდება ინფრასტრუქტურა ასფალტით მოეწყობა და ყოველ შემთხვევაში ისე ვართ რომ ეს ბევრი რამე კეთდება სანზონში გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობის მათ თხოვნებს ვასრულებთ და საჭიროებებს კი ბატონო და რაც შეეხება გზებს დიახ ხო ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის დიახ გამოწვევაც და აი ამ მიმართულებით რა ხდება რა გაკეთდა რა კეთდება და რას გეგმავთ დიახ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ჩვენს გრაფიკზე გადმოვიყვანოთ GVP სამწუხაროდ მათ თავისი გეგმა გრაფიკი აქვს და მათ გარეშე ასფალტების და ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის ადვილი რადგან არის ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები რომელზედაც ჩვენ ასფალტს და ეს ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვერ განვახორციელებთ თუ არ შეიცვალა რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ
GUP-ით წამოვიყვანოთ ჩვენს გრაფიკზე, რაღაც გარკვეულ საკითხებში მოვყვებიან, რაღაც საკითხებში ვერ მოვყვებიან და შესაბამისად რჩება ქუჩები, რომელიც პირდაპირ ვიტყვი გამოწვევად რჩება გამგეობისთვის, მერიისთვის და გვაქვს კომუნიკაცია, ისე ვიტყვი GUP-სთან და ერთ-ერთი ყველაზე ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა კი ბატონო დღეს ისევ არის სანზონაში ქუჩების მოწესრიგება. კი ბატონო და რაც შეეხება წყლის მიწოდებაში და გაყვანილობას, ხო ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ის არის, რაც მოსახლეობის გამოწვევაც არის, ინტერესიც არის და ანუ რამდენად იწელება დროში, იმიტომ რომ მოქალაქეებს რა თქმა უნდა სურვილია და მოთხოვნაც რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად და მოკლე დროში და ვადაში გაკეთდეს. აი ამ მიმართულებით რა ხდება? თუნდაც შიდა გაყვანილობაზე რომ რაც შეეხება შიდა გაყვანილობებს, რა თქმა უნდა პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ ვარჩევთ ისევ და ისევ მოსახლეობასთან შეთანხმებით. აქაც მომენტი ისეა, რომ GUP-სთან გვიწევს ურთიერთობა. რაც შეეხება კორპუსების შიდა ეზოების აქაც აქვს ჩვენ გაყვანილობა, წყლის გაყვანილობები, წყალარინები და ამას უკვე გამგეობა თავის ხარჯებით აკეთებს ბინათ მესაკუთრეთა განყოფილება არის ესეთი სამსახურია ჩვენს გამგეობაში და რაც შეეხება წითელ ხაზებში, მას უშუალოდ გამგეობა აკეთებს მოსახლეობასთან ჩართულობით, თანადაფინანსებით და ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად პრიორიტეტების მიხედვით ვცდილობთ რომ დროში მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენს მოსახლეობას მოუწესრიგოთ აღნიშნული საკითხი. დიახ, თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ პარკებზე და გამწვანება და რეკრეაციული ზონები, ეს არის მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისთვის ის ადგილი, სადაც შეუძლიათ მოსვენება, ხო? თავისუფალი დროის გატარება. ასაკისა მიუხედავად ეს იქნება მოხუცე, ახალგაზრდა თუ ბავშვი და ამ მიმართულებით რა სიტყვით, ანუ მიმდინარე და სამომავლო გეგმაც როგორია? დიახ, რა თქმა უნდა, სწორად აღნიშნეთ თქვენ ამ ჩვენი სკვერები, ჩვენი გაკეთებული სკვერებით, ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს ერთი სიამოვნება საღამოს ზაფხულში მით უმეტეს რომ გაიაროთ ახალ გაკეთებულ სკვერში და კარგად ჩანს იქ ყველაფერი როგორ ისვენებს ხანში შესული ადამიანები, იქვე გვერდში ბავშვები ერთობიან და ძალიან ისე სასიამოვნო სანახავია და მეორე სიამოვნება ის არის, რომ შენი ხელი რაღაც შენი ინიციატივა უყურები ამ ყველაფერში. გვაქვს კიდე დაგეგმილი რამოდენიმე გამწვანებული სივრცის მოწესრიგება, ვაქციოთ სკვერად, სპორტული სივრცეები გავაკეთოთ და ვცდილობთ მაქსიმალურად ლამაზი, უფრო გავალამაზოთ ჩვენი უბანი სანზონა და ვაქციოთ უფრო საცხოვრებლად კომფორტული და ღირსეული. კი ბატონო და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ სანზონა არის თქვენთვის მშობლიური, ანუ რაც შეეხება ნაძალადებს და სანზონის ოლქი, აქ სკოლა დაამთავრეთ და რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან კარგად იცით თუ რა საჭიროებაა, ხო, რა არის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნუ როგორც აღნიშნეთ, ნაძალადების რაიონის გამგეობის სანზონის საუბნო განყოფილების უფროსი ბრძანდებით წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა მოსახლეობასთან სულ ხართ კომუნიკაციაში საარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, ამით გამოირჩევა, თუმცა მანამდე, ანუ რამდენად ხშირად მოგმართავენ, რამდენად ითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს და ზოგადად აი თქვენი როლი და თქვენი ფუნქცია მუშაობის პროცესში. დიახ, სწორად აღნიშნეთ, მომართვიანობა ძალიან ბევრია, მით უმეტეს ჩვენი სამსახურის საუბნო განყოფილების სპეციფიკაც ეგ არის. ჩვენ ვართ უშუალო შუამავლები ხალხს და დაუშვათ ჩვენს ხელმძღვანელობას შორის. გვიწევს შეხვედრები დღის და საათის ნებისმიერ დროს. ხან ხდება ისე, რომ სტიქია არის და შუაღამისას სჭირდება ჩვენი მისვლა იქ ადამიანებს, იმიტომ რომ მათი საცხოვრებელი დაზიან და მათ ხან ქირით უწევთ გასვლა და ამ ყველაფერში კომუნიკაციაში ჩვენ ვართ უშუალო მათი წარმომადგენლები პირიქით არის სინამდვილეში ჩვენ ვართ გამგეობის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ ისე ხვდებით, რომ ხვდებით ხალხის წარმომადგენელი გამგეობასთან, მერიასთან და ამიტომ მქონდა ყოველთვის უშუალო ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათი მომართვიანობა, წერილები კიდევ რა თქმა უნდა პრიორიტეტებად ვალაგებთ. ესე არ ხდება, რომ სამწუხაროდ, ხო, ჩვენ ბიუჯეტი ვერ მოყვება სამწუხაროდ, რომ ყველას ერთბაშად დავაკმაყოფილოთ. პრიორიტეტების მიხედვით, აუცილებლობის მიხედვით ჩვენ შემდგომ ჩვენ ხელმძღვანელობასთან განვიხილავთ ამ საკითხებს და
მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ მათ საჭიროებას, ჩვენი მოსახლეობის საჭიროებას. კი ბატონო და აი როგორც აღნიშნეთ, პრიორიტეტების მიხედვით ხდება ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა. რა თქმა უნდა, მომართვიანობა იქნება ძალიან დიდი, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ თუნდაც გამწვანებაზე, რეკრეაციებზე, გზებზე, ინფრასტრუქტურაზე, ანუ გზების მოწყობა ეს ერთ-ერთი ზედ მნიშვნელოვანი და არც თუ ისე იოლი პროცესია. და როგორც აღნიშნეთ, თქვენ ფაქტიურად ესე შუამავალ რგოლსაც წარმოადგენთ, ანუ თქვენ ხართ უშუალო კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და შემდეგ უკვე აი თუნდაც თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და ეს მოსახლეობასაც აინტერესებს, ანუ როგორ იქნება სამომავლოდ, რამდენად დროულად ხდება რეაგირება? დიახ, მოკლედ რო ვთქვა, რეაგირება მოსახლეობისთვის მაინც ისეა ხოლმე, რომ კი უხსნით ჩვენ მათ რაღაცების ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება დროში ვერ მოხდეს მათი სურვილების დაკმაყოფილება, რაღაცას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ვიღაცას ეჩქარება თავის პრობლემის მოგვარება, რადგან იმ გაუკეთებელ ქუჩაზე დადის მათი შვილები, სკოლა არის და გადაადგილება უჭირდა ის ვადები, რაც ობიექტურად მართლა ჭირდება ასეთ რომელიმე კონკრეტული ქუჩის გაკეთებას, მათთვის მიუღებელია ხოლმე ხანდახან, მაგრამ ჩვენ კომუნიკაციაში მათთან ურთიერთობაში უხსნით ყოველდღიურად ხდებით თუ საჭიროება მოითხოვს ამის და კონტრაქტორების ვადებს ვაცნობთ, რომ დაუშვათ ქუჩა ვერ მოესწრება ორ კვირაში, ქუჩის მოწესრიგება უნდა მოესწროს ორ თვეში, დაუშვათ სამ თვეში, იქ მე ამინდების ხანდახან ხელს გუშლის და აი ამ მოკლედ ამ კომუნიკაციაში, ამ თანაცხოვრებაში ვართ მოსახლეობასთან. ანუ დეტალიზაცია ხდება ამ ყველაფრის. გაცნობა მიდის, დეტალიზაცია მიდის, სწორედ აღნიშნეთ თქვენ, ყოველი პუნქტის ის პროექტი იქნება მათი ქუჩის თუ მათი საცხოვრებელი კორპუსის. კი ბატონო და თქვენ ახლა წინა საარჩევნო პერიოდში მოსახლეობას ხვდებით, აქტიურად ხვდებით, ანუ თვალყურს გადევნებთ, რა თქმა უნდა. და აი ბრძანეთ, რომ პრიორიტეტების მიხედვით ხდება ყველა პრობლემის გადაჭრა. აი ხლა შეხვედრების დროს, ანუ რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც მოქალაქეები თქვენ გაწვდიან, რა პრობლემების გადაჭრაზეა საუბარი, რა მოთხოვნებია, რამდენად ითვალისწინებთ და უკვე გეგმავთ თუ არა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოგვარებას. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი გუნდი, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ხვდებით მოსახლეობას, სტაბილურად 3-2 შეხვედრა გვაქვს. დღეში მოსახლეობასთან საკმაოდ თბილი შეხვედრები არის, რადგან ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, სანზონელებიც, რა თქმა უნდა, კარგად ამჩნევენ რა გაკეთდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, არა მარტო რაიონში, თბილისში ჩვენი ქალაქის მერის ღვაწლი ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან დიდია ქალაქის მიმართ, სადა დედამიწასავით არის განსხვავებული 8 წლის წინანდელი დაუშვა თბილისი და დღევანდელი და ესეც იგრძნობა სანზონაში. გაგებით ეკიდებიან რაღაცა გარკვეულ საკითხებს, მოდის მათგან მათი საჭიროებები კონკრეტულად მაინც მივდივართ იქამდე, რომ ესენი არის ქუჩა, დაუშვათ ქუჩის მოწესრიგება, გაკეთება, ასევე საბავშვო სივრცეების მოწყობა, ოღონდ ეს არის იგულისხმება სკვერები. ეს უშუალოდ მათ სადარბაზო ეზოებში, კორპუსის ეზოებში, რომ დაუშვათ ბავშვის შორს არ ყავდეს დედას წასაყვანი და გასართობად არ ყავდეს წასაყვანი რამოდენიმე კილომეტრი და იქვე თავისთან კონდეს. ამასაც რა თქმა უნდა შეძლებს და გვარად ვაკმაყოფილებთ. ასევე მოდის გარკვეული საკითხები კორპუსებთან დაკავშირებით, მათი სახურავებია ზოგი მოძველებული, ზოგი კორპუსი სადარბაზოებია მოსაწესრიგებელი და მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ მათი თხოვნები გავითვალისწინოთ. მე უფრო შესაძლებლობა აწმექნება 4 წლის განმავლობაში, რომ ზედა საფეხურიდან დავარქვათ ესე მათი ინტერესები უფრო სიმაღლებზე ავიყვანო, დავანახო ჩემს ხელმძღვანელობას და მაქსიმალურად ის შესაძლებლობები წამოვიღო, რაც სჭირდებათ სანზონელებს. ერთი კარგი ამბავი გვაქვს, რამოდენიმე დღის წინ ქალაქის მერს ქონა პრეზენტაცია და იქ დაგვიანოსა, რომ გურამიშვილის გამზირი სრულად იქნება რეაბილიტირებული, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამზირი იქნება თელს თბილისში და მოკლედ ამას რო გავამჟღავნებ ხოლმე იქ შეხვედრებზე, ძალიან ისე სასიამოვნო და ესე იღები კეთილად. კი ბატონო და რაც შეეხება სანზონას შედარებით მაინც ახალი უბანია. აქვს გარკვეული თავისი სპეციფიკა, ძველი უბნებისგან განსხვავებით, ანუ იქ რა თქმა უნდა ძველ უბნებში თავისი პრობლემებია, ანუ სანზონის ოლქზე კონკრეტულად ახლა მთლიანად ნაძალადებზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ თქვენ სანზონის ოლქს წარმოადგენთ, ხო? ანუ რამდენად რთულია თუნდაც ახალი უბნის მოწყობა იმისთვის რომ ის მორგებული იყოს ყველა მოქალაქის და იქ მაცხოვრებლის საჭიროებას.
ეხ მოგახსენებთ ნამდვილად სწორი ბრძანდებით ახალი უბანია სანზონად და სამწუხაროდ არის ისეთი ქუჩები, სადაც მოსახლეობა ესე ვთქვათ თვითნებურად არის შესული, აშენებული აქვს რამოდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა, მე დაუკანონოთ ეს სახლები ჩვენ ვიღაცას არ უკანონდება გარკვეული მიზეზების გამო და მე ჩვენ გამგეობას მერიას გვიწევს უკვე ამ თვითონ აშენებს სახლებს და მიტაცებულ ტერიტორიებზე მოვარგოთ ეს ქუჩები, ინფრასტრუქტურა და ცოტა ძნელი ადვილი არ არის, იმიტომ ეს სახლები დაუგეგმარად არის აშენებული, აქ უნდა გამოვიყვანოთ მე ჩვენ ქუჩისნაირი რაღაც გასავალი და ამ პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გამოცდილებიდან გამომდინარე მოვარგოთ ინფრასტრუქტურა მათ პირობებს და საცხოვრებელ ტერიტორიებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბრძანდებით გამოცდილება უკვე საკმაოდ დიდი გაქვს და რა თქმა უნდა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც ის, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და როგორც აღნიშნეთ, ალყურს გადევნებთ და მართლაც ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობა გამოდის თქვენთან შესახვედრად. შესაბამისად, ეს იმის მანიშნებელია, რომ ნდობის ფაქტორია მაღალი. ხვდები მას, ვისაც ენდობი, ვისი დაპირების გჯერა, რა თქმა უნდა და ამის საფუძველს გაძლევს, მე როგორც მაგალითად ახლა ამომრჩეველი ვამბობ, მის მიერ შესრულებული საქმე, ხო? ეს არის და შედეგით მე რა თქმა უნდა ხელმძღვანელობ და შედეგს ითვალისწინებ. ანუ აი ნდობის ფაქტორზე რომ ვისაუბროთ, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდებით ადამიანს ესაუბრებით და მას ჯერა თქვენი დაპირების. დიახ, ნამდვილად უკაცრავად ნდობის ფაქტორი ნამდვილად კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში ჩვენთვის, რადგან შეხვედრებზე ხშირად ვახსენებ ხოლმე მე რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს, დაუშვათ რაღაც სკვერი უნდა მოეწყოს. ეს რომ დაუშვათ 1-8-9 წლის წინ გეთქვა, ასე თუ ისე მაინც უჭირდათ რაღაცის დაჯერება. ეხლა შეხვედრები ხანდახან მიწევს ხოლმე გზის პირას, გამზირის პირას გავართ ხოლმე და ნუ ისე მაინც არ გამოდის, რომ ისეთ ადგილს ვერ ვირჩევთ, მაინც და მაინც ხან სკვერში ხვდებით, ხან რაღაც საბავშვო ატრაქციონი იმდენი ყვა გაკეთებული უკვე და ადვილად შემიძლია მე საუბარი მე რომ აი მოსახლეობას ვეუბნები რომ მე ხარ რასაც გეუბნებით დაუშვათ ამ გურამიშვილის გამზირი ვახსენეთ, ან სრული რეაბილიტაცია უნდა გაკეთდეს. თამამად ვიცახი უკვე. მე ვეუბნები, აი გაიხედეთ თქვენს გარშემო ხდება ეს ყველაფერი. ჩვენი ქალაქის მერი კიდე ვიძახი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ამ სფეროში, რომელიც ზრუნავს თავის ქალაქზე. ეს ყველაფერი მისი გაკეთებულია და ზურგს ჩვენ ეს გვიმაგრებს, მისი ნაკეთები. ჩვენი უშუალო ნამუშევარი, რა თქმა უნდა და მე საუბრობთ, აი დავანახებთ ხოლმე დაუშვათ ახალი ავტობუსები დადის, სატრანსპორტო პოლიტიკა რამხელა რეფორმები ჩატარდა და უკვე ნდობის ფაქტორი ჩვენს მიმართ ასე თუ ისე მაღალ დონეზე არის და დიდი ბევრჯერ არ გვიწევს ერთი და იგივეს გამეორება ხალხში, რომ კი მეკპირდებით ნამდვილად გავაკეთეთ. არა, ისინი ხვდებიან, რომ ჩვენი სიტყვა უკვე ესეთი ფასიანია და რასაც ვეთქვით ნამდვილად ამ 4 წლის ვადაში ყველაფერი მოსრებადი და გაკეთებადია. კი ბატონო და რა თქმა უნდა ამის საფუძველს კიდე მოსახლეობას აძლევს თქვენს მიერ შესრულებული საქმეები და შესრულებული დანაპირები. დიახ. კი ბატონო და აი რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, ამაზეც რომ ვისაუბროთ, ანუ თქვენს ნაწილში რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ და ისევ ინფრასტრუქტურული მიმართულება პრიორიტეტი და სანზონაში, რა თქმა უნდა, სანზონაში მაქსიმალურად ჩართული იქნება, რა თქმა უნდა, ნაძალადევის გამგეობა, არის გარკვეული ქუჩები, სადაც ნაძალადევის გამგეობა, ასე ვთქვათ, ბალანსზე, მერიის ბალანსი არის, მერიასთან გვექნება თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში პრიორიტეტად გვექნება ინფრასტრუქტურული მიმართულება, ეს იქნება ქუჩები, გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, სპორტული სივრცეების, საბავშვო ატრაქციონები და რა თქმა უნდა, ძველი კორპუსების ახლის ჩანაცვლება, ესეც მერიის ასე ვთქვათ, მაგარი პროგრამა არის, სადაც ავარიული შენობების ჩანაცვლება ხდება, მთავარი იყოს იმ მაცხოვრებლების ერთსულოვნება, დათანხმდნენ პირობებზე, რასაც მერია თავაზობს და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პირობები არის და ეს პროგრამაც ერთ-ერთი ჩვენთვის ისეთი სათქმელი არის, რომ გვიამაყება ასე ვთქვათ ეს პროგრამა. ნამდვილად და რაც შეეხება ახლა ჩანაცვლების პროგრამას ისტორიული შენობების, ანუ სანზონის ოლქს არ მოიცავს იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის ეს ისტორიული ნაგებობები, თუმცა ნაძალადევს მოიცავს. ნაძალადევში კი ბატონო, მაგრამ თქვენ კონკრეტულად წარმოადგენთ სანზონის ოლქს, ამიტომ აქცენტს ამაზე არ ჩაფშლით ახლა ამ თემას. ჩვენთან უბრალოდ უფრო ყურადღება ექცევა ასე თუ ისე ძველი შენობებია, მაინც შეიძლება ისტორიული არ არის, მაგრამ
რაღაცამ დააზიანა, იყო მიწისძვრების სტიქიები, იყო შიდა კომუნიკაციების დაზიანების გამო, წყლის გამო დაზიანდა მათი დაუშვათ საძირკველი და დაინგრა შენობები გვაქვს, რომელიც რეალურად დაინგრა მართლა და ქირით ყოს გაყვანილი მთელი იქაური მაცხოვრებლები, ამიტომ მივმართეთ ჩანაცვლების პროგრამას, მიდის ახლა მუშაობა მაგაზე და უახლოეს მომავალში იმ კონკრეტული კორპუსის მშენებლობა, ჯერ დემონტაჟი დაიწყება, მერე მშენებლობა. და ეს პროგრამა 2026 წლიდან უკვე განხორციელდება. უნდა გავწეროთ, რა თქმა უნდა, ამ 4 წელში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტები ეს ჩანაცვლების პროგრამაც, კი ბატონო. კი ბატონო და ფაქტია ის რა დანაპირებიც იყო წარსულში, თუნდაც 4 წლის განმავლობაში ყველა დანაპირები შესრულდა. და რაც შეეხება ამ პროგრამას, ჩანაცვლების პროგრამაზე ვსაუბრობთ, მართლაც ერთ-ერთი საამაყოა და დარწმუნებულები ვართ, რომ ესეც ეტაპ-ეტაპ, თუმცა ესეთ გარკვეულ ესეთ ადეკვატურ ვადებში განხორციელდება და ნუ აქ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მოსახლეობის სურვილიც. თქონდა ეს არის უპირველესი პირობა. უპირველესი პირობა. რამე თუ როგორც კი მერია შემოდის დაუშვათ კონკრეტული კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, უნდა იყოს ერთსულოვანი ხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. დიახ და სწორედ აი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, გამოწვევების დაძლევა, პრობლემების გადაჭრა არის თქვენი ამოსავლი წერტილი და ისევ თქვენს მიერ ნათქვამს გავაჟღერებ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია უზრუნველყოთ თითეული პრობლემის ეფექტური მოგვარება, მოსახლეობის ჩართულობა და პირდაპირ კომუნიკაცია მთავარი პრინციპი. ანუ ურთიერთკავშირი, უკავშირი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ ამისთვის ყველაფერს აკეთებთ, აგრძელებთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩვენთვის ახლა თქვენ სწორად ახსენეთ, ეფექტური რეაგირება აუცილებელია ხოლმე. შეიძლება იმ წუთას ვერ დავიწყოთ ჩვენ სამუშაოების განხორციელება, თუმცა როგორც კი საკითხი, პრობლემა დაიძრება დაუშვათ ან სადმე გამოჩნდება, ჩვენ გამგეობის თანამშრომლები ამ ეტაპზე გამგეობის თანამშრომელი ვიყავი ხოლმე, გამგეობის თანამშრომელი, მერის თანამშრომლები და ზოგადად ის სამსახურები, რომლებიც აუცილებელია იქ მისვლა, ადგილზე მისვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ეს პირველ ეტაპზე ამ ეფექტს ვახდენთ ხოლმე, რომ მივიდეთ იმ წუთას გავესაუბროთ, აველაპარაკოთ, თავი არ იგზნონ მარტო და მიტოვებულად და იქამდე ვართ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სანამ ისინი საჭიროებენ. მერე შემდეგ უკვე ბიუროკრატიაში გადაგვაქვს მათი პრობლემები მოაქვთ განცხადება, მერე ჩვენ პასუხობთ და ვიწყებთ სამუშაო პროცესს. დიახ, ძალიან კარგი რამ თქვით, რომ თავი არ იგრძნოს არავინ მარტო და არ იგრძნოს მიტოვებულად და ეს არის ამ გუნდის ერთ-ერთი ამოსავალიც, რა თქმა უნდა, პრობლემების გადაჭრა, ქალაქის მოწყობა, მაგრამ ის რომ ადამიანმა არ იგრძნოს პრობლემის წინაშე მარტო თავი. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ სასაუბრო კიდე ძალიან ბევრია, თუმცა საეთერო დრო იწურება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად შედეგს დადებთ. დიდი მადლობა ვისარგებლობ შემთხვევით, მადლობას ვეთქვი ქართული ოცნების გუნდს, ბატონ კახაკალაძეს, დობისთვის, ჩემი წარდგენისთვის. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ მერის არჩევნებშიც, პარტიული პროპორციული სიითაც და თითოეული მაჟორიტარი ემსახურებით ჩვენ ქვეყანას. თავარი იყოს მშვიდობა, მეტი სიკეთე თბილის. მეტი სიკეთე თბილის, ჩვენი სტუმარი იყო ვალერიან პაპუაშვილი, ქართული ოცნების ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. მადლობა დროებით. რადიო ემედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას.